გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით და ალბათ ყველამ გაიგეთ, რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალბატონი ლანა ლატარია, რომლის მამაც გახლავთ უკრაინაში მებრძოლი ქართველი. შესაბამისად ჩასაფრებულმა ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტებმა, რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ტრაგედია და კონკრეტული ადამიანების და ოჯახის მართლაც რომ ტრაგედია აიღეს ასე და ჩააფრინდნენ ამ ამბავს და ცდილობენ რომ რაღაცა კუდები მიაბან და მათ შორის რა თქმა უნდა ირაკლი ტაბლიაშვილი არ გახლავთ გამონაკლისი და ირაკლი ტაბლიაშვილი ცდილობს რომ ამ ამბავს მიაბას კუდად ის რომ საქართველოს ესე იგი ეკლესია და საპატრიარქო და ხელისუფლება როგორ ამწარებს ქართველ მებრძოლებს. კერძოდ საუბარი არის იმაზე, რომ ტაბლიაშვილი დაახლოებით 30 წუთიან გადაცემაში ადამიანებს უმტკიცებს იმას, რომ გარდაცვლილი ქალბატონის ცხედრის ეკლესიაში დასვენებაზე საპატრიარქომ და ეკლესიამ და ხელისუფლებამ იმ მოტივით უთხრა უარი ოჯახს, რომ ამით სურდათ გაემწარებინათ მამამისი, რომელიც გახლავთ უკრაინაში მებრძოლი ქართველი. რამოდენიმე წამი მოусმინოთ ამორალური ტაბლიაშვილის ბოდვას და მე გავაგრძელებ საუბარს. მაშინ ყოველ შემთხვევაში როცა კონკრეტულმა ეპარქიამ და კონკრეტულმა ტაძარმა უარი უთხრეს ოჯახს აზგარდაცვლილის შესვენების და დასვენების თაობაზე. ახლა მეკითხვა მაქვს, რა არის ეს თუ არა დასჯა კი არა? გამწარება დამატებითი სწორედ ძალისა. მოკლედ ამას უმტკიცებს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ადამიანებს ტაბლიაშვილი, რომ იმ მოტივით და იმ მიზნით არ მიცეს უფლება ოჯახს, რომ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრის ცხედარი დაესვენებინათ ტაძარში, რომ ამით სურდათ მამამისის გამწარება, რომელიც ომობს უკრაინაშიო. აქვე ამ გადაცემაში ასევე ტაბლიაშვილი თვითონ იძახის ოფიციალურად, რაც დაასახელა საპატრიარქომ და ეკლესიამ უარის მიზეზად და ეს გახლავთ ის, რომ ეკლესია იძახის, რომ ჩვენ ვერ დავასვენებთ ამ ადამიანს ტაძარში, იმიტომ რომ ისო აბორტს გადაყვავს. შესაბამისად ეკლესია კრძალავს აბორტს და ამ მოტივით მოკლედ უარი უთხრესო. ეხლა ეს სწორია თუ არა საპატრიარქოს მხრიდან, ეს ცალკე განხილვის საკითხია და მე პირადად მაგალითად მეც არ მომეწონა ეს ამბავი და ვფიქრობ, რომ დაესვენებინათ ცხედარი ეკლესიაში, მე ვფიქრობ რამე განსაკუთრებული ამით არ დაშავდებოდა რა და თუ კი ამით რაღაცნაირად ამ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ამ ტკივილს შეუმსუბუქებდნენ, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა რა და მოკლედ ეს ცალკე საკითხია რა და ამაზე არ არის საუბარი. მაგრამ ის, რასაც კადრულობს ტაბლიაშვილი, რომ ამას ისეთ კუდს აბავს, რომ თითქოს იმიტომ ამწარებს საპატრიარქო ამ გარდაცვლილის მამას და ოჯახის წევრებს, რომ ის იბრძვის თურმე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, ეს ხო სისულელია მეგობრებო. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ არამზადას ლოგიკას რომ გავყვეთ, გავიხსენოთ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლები, რომლებიც საქართველოში ჩამოასვენეს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა გამოასვენეს ტაძრებიდან და ეს რანაირად ჩდება მაშინ ლოგიკაში, როცა უშუალოდ ის ხალხი, რომლებიც უშუალოდ ომობდნენ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, ხელში ეჭირათ იარაღი და ხოცავდნენ რუსებს, ეს ადამიანები რო დაიღუპნენ ამ ომში, მათი გამოსვენება ეკლესიიდან არ ყოფილა პრობლემა, ხოლო ამ ადამიანების ოჯახის წევრების გამოსვენება თურმე პრობლემაა.
ეკლესიიდან, იმიტომ რომ აი ეს ხალხი უკრაინაში ომობს. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე, წარმოუდგენელი სისულელე და უბრალოდ ამას რძენად გამოიყურებიან ტაბლიაშვილი და ტაბლიაშვილის მსგავსი არამზადები, რომლებიც აი ასე ადამიანურ ტრაგედიებს რაღაცნაირად ისე ყუდებს აბავენ, რომ აი თითქოს რაღაცა და აი რუსეთი და საქართველო და მოკლედ პუტინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სირცხვილია და გულისამრევია და მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ ვიტყვი და გავიმეორებ, მეგობრებო, მილიონი პრობლემაა რეალურად საქართველოს ეკლესიაში და საპატრიარქოში, რაზეც შეიძლება მართლა ადგენ და ობიექტურად გააკრიტიკოს საპატრიარქო რა. მილიონი თემაა და პრობლემა დღეს საქართველოს ეკლესიაში, რაზეც შეიძლება ადამიანმა ადგენ და ისაუბრო ღიად და საჯაროდ და მართლა აკრიტიკო საპატრიარქო, მაგრამ არა, ამათ არ აინტერესებთ რეალური პრობლემები და ამათთვის აი ეს არის რა მთავარი, რომ აი რაღაცა მოკლედ ზღაპრები შეთხზან, რომ ესე იგი ყველა ბოროტება მოდის იქიდან რა, პუტინიდან და აი პუტინმა დარეკა ბიძინასთან, მერე ბიძინამ დარეკა შიომესამესთან, შიომესამემ დარეკა მოკლედ ეპარქიის ხელმძღვანელთან, რომ არ დაესვენებინათ ესე იგი ეკლესიაში ზალ რა გვარია, ლატარიას შვილი. არ ვიცი რა დავარქვა ამას თუ არა აი გულისამრევი რაღაცა სამარცხვინო სიუჟეტი, სხვა არ ვიცი რა ქვია. კარგად ზანდებოდეთ მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა და ყველაფერს კარგს გისურვებთ.